დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვართ, შესაბამისი ქუჩა, ტრანსპორტის 2 და კაფე კახური სუფრა, რომელზეც მოგწერეს მითითებულია კონკრეტული ფაქტები, კერძოდ კი ანტისანიტარია და ბინძური სამზარეულო. ჩვენ როგორც ყოველთვის შემოწმების გარეშე არანაირ დასკვნას ვერ გამოვიტანთ, ამიტომ შევდივართ კახურ სუფრაში. ეს რა არის? სამზარეულო სადაა პრინციპში ვეძებ. ვერ ხვდები. პატარა მოცოცხლული რაღაც ტერიტორიებია, ყველაფერი მოუწესრიგებელი და ძალიან სიბინძურე. სამზარეულო თუ არის ეს, მაშინ ეს სამრეცხაოა სავარაუდოდ. მაგრამ სამრეცხაოა თუ რა არის, ყოველ შემთხვევაში სისუფთავე მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჭუჭელი სუფთად უნდა იწრიტებოდეს და ჭუჭელზე აი ასე ცვენა არ უნდა მიმდინარეობდეს. ასეთი სიტუაცია არ უნდა იყოს, ნახეთ რა საშინელებაა. შეხედეთ, აი ნახეთ, აი ეს არის სამრეცხაო და აქ აი სუფთა დანაჩანგალი ინახება და ეს კატეგორიულად დაუშვებელი და აკრძალულია. რა თქმა უნდა, როდესაც იჭედება ონკანი, მაშინ აი ამით ხდება დატუმბვა და ჭუჭელთან კონტაქტში არ უნდა იყოს. ნუ აი ხა აქ რაებს ვიპოვით, წარმოიდგინეთ და ამიტომ არ მინდა ძირითადად ძებნა. აქ ეს ერთი შუქი გაქვთ, მეტი არა გაქვთ, ხო, ნუ მეორე იქ არის და ხო, ნუ შუქი ძალიან დაბალია, მაგრამ ეს არ არის პრობლემა თქვენთან, დაბალი შუქი. თქვენთან სხვა ძალიან ბევრი პრობლემაა სამწუხაროდ. კარგი, ძევით არ აგეხედიათ, ეხლა დააყენეთ და უნდა გაგესწორებიათ და ცვენა არ უნდა იყოს გასასამართლებელი, ეს არ არის, მაგრამ აი ამ კედელს ხო უყურებთ რა მდგომარეობაშია, მოგწონთ? კარგი. აი ეს კონდენსატი 3 თვეში ერთხელ გავწმინდეო. კვირაში ერთხელ წმინდავენ და იმათ უჭირთ შენარჩუნება და 3 თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ რა მატორი არის თუ რა არის, წვეთა არ უნდა მიმდინარეობდეს, აი პირდაპირ პროცესში, სადაც ამზადებთ საჭმელს, შეხედეთ, აი პირდაპირ მოდის წვეთა. მერე აი სულ ამას ვამბობთ. ცალკე სურსათის ეროვნული სააგენტო უნდა ამბობდეს, არ ვიცი რა შვება და რა საკეთებს და რატო ვერ ხედავს, მაგრამ აი ესეთი ქვაბები, ნახეთ, ამოტეხილი ქვაბები, ესეთი მოუწესრიგებელი, აი ეს ამოტეხილი ჯამჭურჭელის გამოყენება და აი ესეთ მდგომარეობაში ჭურჭლის გამოყენება სამზარეულოში იგივე დანაშაულია როგორც კონდენსატის წვეთა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი აქ როდესაც დარღვეულია მთლიანობა და აი აქ ნახეთ, დანით ეხა მე რო ავიღო, აი ეს ჩვეულებრივად წდება და აი მექანიკურ დაზიანებას რო ვიძახით, ეს შემხდა, ის შემხდა, რო იძახიან, აი ზუსტად ასეთი ზედაპირების ბრალია. ზედაპირები უნდა იყოს გლუვი და არავითარ შემთხვევაში პროდუქტის დაბინძურების რისკი არ უნდა არსებობდეს. ნახეთ, აქაც სიბინძურე გაქვთ. აი სადმე მაჩვენეთ, სადაც არის სისუფთავე და ხელს ავწევ. აი ეს ნახეთ, აი რა მდგომარეობაშია. შეხედეთ, აი ამას თავმოყვარე ადამიანი ამ კარადას ხელსაც არ მოკიდებს. ნახეთ, აი ჩახედეთ რა მდგომარეობაა შიგნით. აი ნახეთ, როგორ არა დანები გიდევთ, ძველია თუ ახალი მე არ ვიცი და ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში აი აქ არის ინვენტარი, ნუ არ ვიცი, შეიძლება არ ხმარობდეთ და ღმერთმა ქნას რო არ ხმარობდეთ, ძირს მოდით დავიხედოთ და კედლები ძირს ვნახოთ. ეხლა მე მეშინია რის იცით, არ დავისვარო. აი ერთადერთი ტვინში რაც მიტრიალებს არ დავისვარო. სამზარეულოში რო ესეთი შიში გაქვს, არ დავისვარო და კედლები ამ მდგომარეობაში, აი შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. ტყდება უკვე სიძველისგან, ტყდება, ნახეთ. აი ახალი როგორ ანახეთ, აი ტყდება, კი არის ტყდება, აი ნახეთ როგორ მდგომარეობაშია. კოროზიაზე რო საუბრობთ, ნახეთ. აი ეს არის ჩამჩა, რომლითაც თქვენ ხარს იღებთ. და შეხედეთ რა ბინზური მილი მას ედება. აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და აქ არის აი საჭმელი. ეს რა არის, რისთვის ხმარობთ ამას? ყოზის დასადებად, აიმე. კაფის ამოსაღებად, საშინელებაა, გული ამერია, ხალხი როგორ ჭამს აქ. აქ ვნახოთ რა მდგომარეობა, აქ ნახეთ რა მდგომარეობაა, შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. როდისმე აი შეგიხედავთ, აქ სუფთა ჭურჭელი გიდევთ. სუფთა ჭურჭელს თავი დაანებეთ, სუფთა ჭურჭლის თავზე ნახეთ, ცვენა როგორ მიმდინარეობს. ამ ტაფას არ მითხეთ, არ ხმარობო, ხმარობთ. შეხედეთ, როგორ არ ხმარობთ, აი ეტყობა რომ ნახმარია, ზეთის კვალიც კი არის ზეთ. კონდენსატზე როდესაც საუბრობთ, აი ეს ტაფებიც არის მიუღებელი. აი ნახეთ, აი ეს ტაფებიც, ნახეთ. აი
ესტაფები. ეს სტაფა გარეცხილი, გასუფთავებული არა. კარადის გვერდი ნახეთ კიდე, აი თვითონ გასქურა ნახეთ რა მდგომარეობაშია. ესტაფა ნახეთ აი რა მდგომარეობაშია. ქვევით შეხედეთ რა მდგომარეობაშია. აი კოშმარი და საშინელება არის. თუ ვიძახით, დაიხარეთ, ნახეთ, სამზარეულო სუფთა უნდა იყოს. აი ნახეთ როგორ არის ჩამოწვეთებული, აი შეხედეთ. აი ნახეთ რა მდგომარეობა, აი ეს არის კონდენსატი და ეს არის ცხიმი. პროდუქტი დაგილპებათ, აი ხახვი და ისინი გადავარდნილია იქეთ და არც კი უყურებთ. პატარა სივრცე, ეს არის პატარა სასადილო, უფრო მადონა სამზარეულოშია, ჩვენ ვათვალიერებთ დარბას, ესეთი ძალიან უბრალო ხის მაგიდები და სკამებია, ცოტა გადასაწმენდია, წმინდათ თუ არა. სამარილე დახურულია და ეს კარგია. არის ხელსახოცი, მაგრამ თვითონ ყუთი ძალიან ჭუჭყიანი დასასუფთავებელია, იმიტომ რომ ყუთსაც სჭირდება დასუფთავება, საკმაოდ მამაკაცური მენიუა. ხაში, ხარჩო, ოსტრი, სოსისი, კატლეტი და ასე შემდეგ. ვათვალიერებთ დარბას, აი ეს რატო აღია? იქიდან რაღაცები ცვივა მერე მტვერი და ასე შემდეგ. გადმოვარდა და მისაკრავია ხელოსანს ველოდე. ხო, მაგრამ აი ნახეთ აქვე ადამიანი ხო მიირთმევს საჭმელს და იქიდან ცვივა აი ეს ბინძურა რომელიც ქუჩიდან შემოდის. ამ დახლებში რატო გიწყვიათ ეს ცარიელი ბოთლები? ანუ სასმელები რო ელაგოს კიდე მესმის, მაგრამ აი ცარიელი ტარა ესე ვთქვათ, ხო? აი ტარა რატო გილაგიათ დახლმაცივარში. დახლმაცივარში ყოველთვის ცილობს ხოლმე კვების ობიექტი, რაღაც ისე ლამაზად დააწყოს ან კერძები გადაფარებული ან სასმელები და თქვენ გაქვთ რაღაცა ნახმარი გამოყენებული ტარა. აქ არის კუნძი. კუნძს არ მითხრათ, არ ხმარობო, იმიტომ რომ ნაჯახიც ადევს თავზე. ხო, ქაღალდი რა, ეს არის სუფთა ქაღალდი, თქვენთვის ბოთლების ქაღალდი, ყუთის ქაღალდი, ეს არის თქვენთვის სუფთა ქაღალდი და ჩემთვის ბინძური არის. და აი ნახეთ ცხიმები როგორ არის, ანუ ამ ყუთსაც ჩვეულებრივად ხმარობთ. აი ამ ყუთსაც, ეს მარილით უნდა იყოს დამუშავებული. ეს ტილოები, იმიტომ რომ რაღაცეები გამოდის მედან მაცივრიდან ეტყობა და მოდით ჩავიხედოთ მაცივარში. ეს კატლეტია, ხო? ვაიმე. აი მინდა რომ ჩავახედო. ამას არ უყურებთ? ყოველ საღამოს ამოწმენდილს ამას არაფერი არ ეტყობა, ბატონო, აბსოლუტურად. აი ელემენტარულად ტილოც კი არ არის გასმული, აი ნახეთ, აი ტილოც კი არ არის გასმული, საკმაოდ ისე მარტივად სილდება. იყო თქვენთან სურსათი შეგამოწმათ? იყო რა. როდის? ორჯერ იყო. ჰასპი მოგთხოვათ? ჰასპის დანერგვა? არა? არ უთქვიათ? მე თვითონ გავაკეთებ მითხარ. თქვენ ვერ გააკეთებთ სპეციალიზირებული სამსახურები, უნდა გამოიძახოთ და ჰასპი უნდა დაანერგიოთ. ეს არის მაცივრის რეზინი, ნახეთ, რა მდგომარეობა, ეს არის ამჟავებული რძე. მე რას ელოდებით, გადააგდეთ, მე ხوار უნდა დაგილაგოთ მაცივარი. ეს არის ნახევრად დამპალი, ნახეთ, აი ამასაც გადარჩევა უნდა და საერთოდ აი მაცივრის მდგომარეობა, ნახეთ რა მდგომარეობა. ეს რა არის? ეს არის კერძის საჭმელი, ჩვეულებრივი და აქ არის კიდე აი ხორცები და რაღაცაები შენახველი, ჩაყინულები, დამლაგებელი ხო ყავთ? მე რატო არ ალაგებს აი სიტუაციას, რატო არ ალაგებს? აი ეს საშინელება რატო არ ხდება ამის დალაგება, მითხარით? ყოველ დილას არ მოწმენდი. არა ბატონო, აქ მოწმენდილს აბსოლუტურად არაფერს არ ეტყობა. ის აპირფარეშო გააქვთ? სად? ეს არის? დაკავებულია ეხლა ვერ შევალთ. აი რაღაცა დამლაგებლის ინვენტარს ვხედავ. არ გაქვთ კუთხე სპეციალური დამლაგებელისთვის? რომ შეინახოს თავისი ინვენტარი? იმას ცოცხლსა და იმას იყიდებთ ხოლმე აგერი. სადაც ჭურჭელს რეცხავთ. ხო, და დანარჩენი თავისი კუთხე უნდა კონდეს დამლაგებელს, სადაც შეინახავს ტილოებს და ასე შემდეგ, ხო? ინვენტარს აუცილებლად უნდა იყოს. აი რა გითხრათ, ეხლა ზოგი იტყვის, რომ აი სასადილოა და რატო ითხოვთ ამდენს და ასე შემდეგ. სასადილოც შეიძლება იყოს სუფთა და მოწესრიგებული. თქვენზე უბრალოდ წერილი მივიღეთ, სადაც იყო აღწერილი, რომ სუფთაობა დავინახეთ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ მადონამ ძალიან ბევრი დარღვევა აღმოაჩინა თქვენ სამზარეულოში. მესმის, მაგრამ აი მაქსიმალურად შევესწრებით, რომ 2 დღეში მობდანი და ნახეთ როგორი იქნება.
მოვიდეთ კახურ სუფრაში 2 დღეში? ალუმინის ქვაბში რო ჩაქაფული შენახვა არ შეიძლება და მძიმე მეტალებით ხდება დაბინძურება კერძის ხო იცით ეს ალბათ. ამდენი ნაგავი ობიექტზე რატო გაქვთ? გაიტანეთ, რასაც არ ხმარობთ, რაც არ მუშაობს, ყველაფერი უნდა გაიტანოთ. აქ რა არის? გასახდელში, სადაც ფეხსაცმელი არის, სადაც ხახვი და ის პროდუქტის შემო გაქვთ. ნახეთ. აბა ეს ხელი შემოიტანეს? ნახეთ, ქვილით შაქარი წყრია, ნახეთ. ეს ყავის არის სავარაუდოდ. ყავის არის. ანუ სტუმრებისთვისაც ყავა აქ დუღდება, ხო? როგორც მივხვდი. კი ბეტონო, აი აგერ არის შაქარი და აგერ არის ყავა. აი, აგერ არის ყავა. და სადაც სამოსის გახდა ხდება და ბაკლების შენახვა, რომელსაც სტუმარისთვის ლუდი გაგაქვთ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, გამობრაკული არ არის გამობრაკული, მე უყურებ რომ ამ სივრცეს თქვენ ამზადებთ რაღაცებს და ხმარობთ. აი მე ყველგან სიმინძურე, ყველგან საშინელება, აი ყველგან. ეს საჭმელი არის მომსახურე პერსონალის, აი ძალიან წუხვარ წყალი ჩამოდის, ნახეთ. აი წვიმის დროს წყალი ჩამოდის და ნუ არ ვიცი, აი თქვენთვის მომინდია დანარჩენი, გარეთ შეღებვა. აი ეგ არის დანაშაული, გარეთ კი არა, შიგნით გააკეთოთ. ძალიან ცუდია, ძალიან წუხვარ. აბსოლუტურად არაფერი არ არის აქ, რაზეც შეიძლება ხელი მოვკიდო და დადებითი თქვა თქვენზე. აი უბრალოდ აი ვერ მოვძებნე ვერაფერი, რომ ოდნავ მაინც რეაბილიტაცია გაგიკეთოთ. წუხვარ ძალიან.